აი, მოდი სანამ დავიძინებ, ჩემი აბდაუბდა ისტორიებიდან ერთ-ერთს მოგიყვებით კიდევ. მე არ მომაკლდება ისტორიები, ეჭვი მაქვს, მით უფრო ახალი საქმე დავიმატე აქსესუარების კუთხით, ამიტომ ყოველთვის მიქნება ალბათ რაღაცა ისტორიები, რასაც ნაწილობრივ გაგიზიარებთ ხოლმე, რასაც ჩავთვლით, თქვათ, საჭიროთ რომ არ იყოს გასაზიარებელი. უნდა მოგიყვეთ ჩემი ორი ტყუილად ნაშრომი საყურის შესახებ, სანამ დავიძინებ. მიუხედავად იმისა, რომ 9 არის 10 დაიწყო, მე 10-ის ნახევარზე უკვე მძინაოს, მაქსიმუმ 11-ის ნახევარზე უკვე გვამივარ, თუ არ დავწექი, უბრალოდ უნდა გადამათრიოთ საწოლზე და დამაგდოთ, იმიტომ რომ აბსოლუტურად უნარო ვარ, თუ რა თქმა უნდა არ მაქვს საყურე დასამზადებელი, მით უფრო ვიჩვარები. და არაფრის თავი არ მაქვს ხოლმე და თუ დასამზადებელი მაქვს, რას ვამზადებ. ტყუილად დამზადებულ საყურების შესახებიდან მოგიყვეთ. ტყუილად არ ითვლება ხადრე თუგან გაიყიდება, თუმცა ახლა ყოველ შემთხვევაში არ საჭიროებდა ამბების გაკეთებას დამატებით. ჩემი ბრალი არის ის, რომ ადამიანს, რომელსაც ვუთხარი ღირებულება საყურის და შევთანხმდით დეტალებზე და მოდელზე მოკლედ. რატომღაც არ ვუთხარი, რომ რეგიონში, როდესაც მიუტანდნენ ფოსტა, როცა მიაღწევდა რეგიონამდე, მისი გადასახდელი იყო თანხა. რატომღაც ვერც წარმოვიდგინე, რომ ეს დეტალი უნდა მეთქვა, ჩემი ბრალია. ვაღიარებ, უბრალოდ ალბათ ამ საქმეში ჯერ არ ვარ გაწვრთნილი შესაბამისად, ეს დეტალი რატომღაც გამომრჩა. დავზარდა საყურე, ჩამერიცხა თანხა, რა თქმა უნდა, წინასწარ ვიხდით თანხას და გააკეთებ, ნახოთ როგორია, მერე გადავიხდი, რა თქმა უნდა, ახლა იქ არ ვარ სადღაც გაუგებარ ადგილას, რომ მაგდენი აღარ ვიცოდეთ. როგორც ხდება, მოკლედ, ყველასთან. და ყოველთვის იგივე იყო ჩემთანაც. დავამზადე, გავათენე, თითქმის რომ მომესწრო. იმიტომ რომ გაგზავნოს დრო უნდა თქვენ იცით კიდევ დამატებით. რამდენიმე დღე. და როდესაც ვუთხარი რომ გავუგზავნით იმ კონკრეტულ დღეს, იმიტომ რომ სხვა დღეს მიფისკოდ არ მეცალა და ამიტომაც უფრო მეტად ვიჩქარე და მასაც ეჩქარებოდა და გვაწყობდა მოკლედ ის დღეები და სჭირდება 3-4 სამუშაო დღე ჩასასვლელად რეგიონში და ასე შემდეგ. მითხრა რომ კი, მაწყობს და ვუთხარი რომ როდესაც გავუგზავნით, ღირებულება, თანხა უნდა გადაეხადათ ადგილზე, რამდენიც იქნებოდა გადასახდელი, 13-14 რაღაც ეგრე არ ვიცი. დაახლოებით ასე მოუწევდა რა. და აქ დაიწყო, რაც დაიწყო. ხო, ჩემი ბრალი არ უნდა მეთქვა, მაგრამ თუ კიდევ არსებობდა ისეთი სიტუაცია, რომ არ ვიცით, რომ გაგზავნაში ფულია გადასახდელი, რომ თქვენი ნივთი აიღოთ, მე მაგალითად აღარ მეგონა თუ არსებობდა მსგავსი რამ და მსგავსი ადამიანი, ვინც არ იცოდა. ამას მოყვა ძალიან ისეთი საყვედური, რომ თანხას ვიხდი და კიდე უნდა გადავიხადო აღების. კი, თქვენ უნდა გადაიხადოთ აღების, იმიტომ რომ რა ვიცი, ყველა ასე ვიხდით ხალხო, სახლში რომ მოგდით ნივთი არ იხდით, ამ ბატონ სახლში და ქალბატონს და ვისთანაც გავგზავნეთ და ვინც უნდა აიღოს ბატონი მივა, ქალბატონი მივა, თუ ორივე ერთად მივლენ, თუ მთელი ოჯახი მივა, არ აქვს მნიშვნელობა, თანხა უნდა გადავიხადოთ. ჩემთანაც, ჩემი მეუღლე დახვდება, მე დავხვდები თუ ვინც არ უნდა დახვდეს ნივთს, უნდა გადავიხადოთ თანხა, როცა რამეს ვიწერ, პოსტაში მივალ თუ იქ ავიღებ, უნდა გადავიხადო. თუ მე მივიხდი თქვენს მაგივრად და დამატებით რიცხავთ თანხას, ეს სხვა რამეა, მაინც თქვენ იხდით. ანუ, მაინც. საბოლოო ჯამში მოკლედ თანხა გადაერიცხა ქალბატონს უკან და მე აქსესუარები დამჭირდა საკეთი.
და ესეთი ამბებიც თურმე ხდება. არაერთხელ გამიგია მსგავსი რაღაცები, მაგრამ თლად ასე თუ დამეტაკებოდა ახლა და ჩემ ბრალია დეტალები ყველა წვრილმანი უნდა მივწერო ამის მერე ადამიანს, რომ არ მომიწიოს ტყუილად შრომა. Სხვადასხვა ბევრმა მითხრა, რომ შენს ადგილას თანხის ნაწილს არ გადავრიცხავდი, იმიტომ რომ საყურები დავამზადე, უბრალოდ ვერ ვიკადრე. ხომ, სხვა დროს ალბათ ასე აღარ გავაკეთებ ნამდვილად, იმიტომ რომ ჩემი შრომა ესე ჰაერზე არ არის და 3 წუთში არ მზადდება საყურები. არ ვიცი, ჩემი საყურები არ მზადდება 3 წუთში, ხო, ვინმე თუ ამზადებს და ისეთი ჰაი კლასის დონე ხართ, რომ 3 წუთში შეგიძლიათ მსგავს საყურის დამზადება, ტაშ დაგიკრავთ და რა ვიცი, მე თქვენგან შევიძენ 5 იმდე საყურეს. არ ვიცი, ღმერთმა ყოველს ხელი მოუმართოს, მაგრამ ძალიან საწყენია, როცა აი ესე ჰარი ჰარალოზე წავიდა ეს ჩემი ნაშრომი. ძალიან რაღაცნაირად ხერხული სიტუაცია შეიქმნა და არასასიამოვნო, როცა ქალბატონს ეგონა, რომ საყურის ღირებულებაში ჩაოვიდო და რაიონში საყურე არ ვიცი, ნუ ვერ მივხვდი. რა, როგორ, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, მთავარი თანხა გადაერიცხა, ყველაფერი რიგზაბოდ მიდოდა ეს მომეყოლა, რომ მსგავსი ისტორიები ეჭვი მაქვს, რომ ცოტა რაღაცები გექნებათ ხოლმე ჩემგან, რასაც მე ჩავთვლი საჭიროდ, რომ უნდა გაიგოთ და რაღაცა ზღვარი დავიცვათ, კონფიდენციალურ და მით უმეტეს. სამწყენია ძალიან, მაგრამ ნუ გავიარეთ ეს თემა, არა უშავს. სხვათა შორის დღეს ჩემმა მეუღლემ გადაგზავნა ხონში საყურეები, მე ვერაფრით ვერ მოვიცვლიდი და არ მეცალა არანაირად თქვენ იცით რომ მე ძალიან ადრე გავდივარ სამსახურში. შესაბამისად ჩემს მეუღლეს მოუწია გაგზავნა. ხო, ვარდა იმასაც საქმე ქონდა, მაგრამ მოკლედ გადაიგზავნა და ვნახოთ. იმედი მაქვს რომ მოეწონებათ. მთელი სული და გული გავაყოლე მოკლედ ჩემს აქსესუარებს და იმედი მაქვს რომ ბედნიერ ხელზე გავაკეთე და ატარებენ ჩემს სამკაულებს და ძალიან მიხარია. ხოლო ადამიანები, ვინც მსგავსად მოიქცევით კიდევ მეგობრებო, ვინც არ უნდა იყოთ, ჩემი გამომწერი იქნებით თუ პეტრესი, პავლესი თუ საერთოდ არც ერთის, მაგრამ უბრალოდ საყურე ნახეთ და მოგეწონათ, იცოდეთ რომ მსგავსი ინციდენტი თუ მოხდება, ნამდვილად აღარ გადმოვრიცხავ მთლიან თანხას. წავედი ახლა თორე ცალი თვალით მძინავს. დღევით. ბედნიერი დღე ხალხო ყველას. წავედი სამსახურში. ჯარარი გიხდება. წავიდეთ სამსახურში. უკვე არის 10:09 წუთი. მაგრამ რადგან ხელს მიწყობენ და მადლობა მათ რომ შემიძლია ცოტა გვიან მევიდე ბატონო. თუნდაც 20 წუთზე. უფრო ძირთად 15 წუთზე მივდივარ ხოლმე, ხან 10 წუთზე მივდივარ ხოლმე. მაგაზე გვიან რა ვერც მახსოვს ბავშვით რომ ხან უფრო ადრეც მივდივარ ხოლმე და ეს ეს ნიშნავს რომ თუნდაც 20 წუთით გვიან მიწყობა ხელს რომ მივიდე, იმიტომ რომ ძალიან რთულად არის მარიკოს დილით გაღვიძების ამბები. დღეს ქონა მარიამს, მოდი ხელი მომეცი. ტაში ქალებო ვამარტია ტირილები. და როგორი ტირილი ვერ გეტყვით. არ უნდა ბაღში წასვლა. ეძინებოდა თორე ბაღი ძალიან მიყვარს. ეძინებოდა საშინლად. ისტერიკები მოაწყო. მოკლედ. დილიდან დრამებში ვართ. მაგრამ და როგორ ხარ დედა? ხალხო ქუდიები არ მოწონს. და იძულებული ვარ დავაფარო შარფი. შარფს ეგუება. არ ვიცი. ან მისთვის ასურვალ ქუდს ვერ მივაგენით მილიონ ქუჩურის, რაც აქვს სახლში, ან ვერ გეტყვით. ახლა ჩავწერე დოდონას ვიდეო, ვითომ ნაღველის ტკივა. ხო და იმდენი ვიძახი და დავამთავრე რაღაცა მომწიწკა. ხო და მეთქი ეგეთი რაღაცები არ შეიძლება, მაგრამ რამდენს წერე გრე ვიდის ის მილიონ ვიდეოს, რომ ხან რა და ხან რა, მაგრამ ასე ვიზავთ.
გოგოებო, ესე იგი, წერეთელი არის აუღებელი ციხესიმაგრე ჩემთვის, იმიტომ რომ ნახალოვკიდან არაფერი არ მიდის წერეთელზე მეტროს გარდა. იმედით აქ რა შავი ჩანს, მაგრამ არ არის შავი. არაფერი არ მიდის. რაც არის ჩემთვის ძალიან სტრესული, იმიტომ რომ წერეთელზე ძალიან ხშირად რომ მინდა გავიდე, იმიტომ ვერ გავდივარ, რომ მეტრო უნდა და ცერემონიალები, ანუ მეტრო ნაძალადები და სულ მოკვდა, ვერაფერს ვერ გავყვები. ხა დიდუბემდე გაყევი და გადაჯექი ვიცი, ანუ პირდაპირ წერეთელზე არაფერი არ მიდის და ხომ არ იცით, რამე ხوار დაამატეს შემთხვევით. ტრანსპორტი მეც გამაგებინეთ, ძალიან გამახარებთ, იმიტომ რომ წერეთელზე საქმე მაქვს. ხო, აქვე ხვალ მე და ჩემი შვილი თმას ვიჭრით. მართალია ამ პუტკუნასახეს არაფერი უხდება, მაგრამ ეს უნდა შევიმოკლო რა, მოკლედ ძალიან გამეზარდა. აი არაფერი, აი ამის გარდა რამეს ხედავთ ჩემ თავზე, რომ აი მაზის არაფერს. გაშლილებას ვერ ვგუებ, მაგის თავი არა მაგიხა და დრო და ნერვები, რომ აი ვაფრიალო ექთმები. და იგრევე მეშლება მე გაკეთებული თმა არ მიძლებს და მე ლაკები გინდა და ნუ მოკლედ. ხო და ცოტა მინდა რომ შევიჭრა. რომ აი კანი მტკივა უკვე. და ჩემშობა გადაწყვეტა რომ უნდა კარე და წინო ჩოლკაო. ანუ ასე მინდაო. და არ დავგიჟდებ, მე გრძელთვაზე ჭკუა მეკეტება ხალხო და მენანება რომ შევაჭრა და იმდენად უნდა შეჭრა, რომ თლად კარემდე არ დავატოვებინებ, მაგრამ ნახოთ რა იქნება. იმედი მაქვს თლად კარეზე მამაისმა მეწავიყვანა და მეთქი შემართლა კარეში ეჭრევინებ და არ მინდა. ხოდა დავითახმო რომ თლად ასე არ დაუმოკლო, იმიტომ რომ ეგ წელითმა მიყვარს ძალიან, მაგრამ არიებს არა. მუბიზრდა ალბათ. ხო და ნახოთ ხვალინდელი დღე რას გვიმზადებს, სალოში წასვლის დღე გვაქვს და იმედი მაქვს რომ არინამის მარიამის ჩემს ავიცურავდა ხოლმე თმის შეჭრას. გაგებინებთ. და გავიკეთოთ. წავედით სალონში. Bam. Hi! როგორ ახართ ხალხო? როგორ ახართ ხალხო? ეს წყალი ჭიქით ვერ ვსვამ წყალს, ანუ ვერა. ამიტომ არ გაგიკვირდოთ რომ სულ ბოთლით დამინახოთ და ბოთლით დავლიო. ვიცი რომ არ არის კულტურა, მაგრამ მე მოვიტევეთ. წყალი მესაჭიროება ჩემს ორგანიზმს და ვერ ვსვამ ჭიქით. წყლის ძალა მოგცეს ღმერთმა. დედიკო. მერე ვითამაშოთ ერთი წუთით საქმე მაგდე. სანამ მნიშვნელოვან რამეს გეტყოდით და გაჩვენებთ უბრალოდ მანამდე მოდი უცებ გადავავლოთ თვალი რაში დავხარჯეთ ჩვენი ბიუჯეტის ნაწილი 70 ლარი, ნაწილი 70, რა თქმა უნდა. აფთიაქს ვესტუმრეთ, სადაც აუცილებლად გვესაჭიროებოდა მისვლა, რადგან მარიკოს ერთ კვირაზე მეტი ვიტამინი არ ქონდა და აუცილებლად უნდა მეყიდა და მანამდე ჩემი ზომე ყიდა და ვერაფრით ვერ შევიარე და შევაღწე იქამდე ხო და მეთქი უჭველი უნდა შევიდეთ.
მოკლედ, ჩემო მეგობრებო. ომეგა-3 დოპელჰერცის, რომელსაც მარიკო იღებს, თქვენისით ადრე გაჩვენებთ, გადავიხადე 50 ლარი. ეს არის ზუსტად 1 თვის და თუ 31-ის არის, 1 თვის არ არის. სულ არის 30 ჟელიბონი, რომელიც არის ძალიან სასარგებლო. ასევე ეს არ მინდა, რომელი იყო, ესეც არაჯერ, სიოფორი ტაბლეტი 500-იანი, გადავიხადე 2 და ძალიან ცოტა მოკლედ, იმიტომ რომ არ ამიღია ბევრი. ისე სულ ცოტა ღირს 10 ლარამდე, მაგრამ არ ამიღია მაგდენი. ესე იგი 2 4 6 8 10 20 სულ ავიღე მოკლედ 1 თვის. თებერვალში უნდა მივიდე ექიმთან იდეაში თებერვლის ბოლოს, მაგრამ გადავწიე მარტამდე, ამიტომ ვიყიდე. ასევე ვიყიდე ტკივილგამაყუჩებელი, რომელიც საკმაოდ ძალიან ესეთი არა, როგორ გითხრათ, დავუმუღამეს რო ეძახიან, ხო იცით, აი ეგეთი რაღაც არის მოკლედ. ეს არის მაჟეზიკის ტაბლეტი. ოღონდ რატო არა წერია ფასი? 2 ლარიო. მაგრამ ლარი და რაღაც იყო ცალი და 2 ლარი როგორ გამოვიდა ჯამი? ვერ მივხვდი, რა 2 ლარი წერია და ხა. ესეთი აბებია მოკლედ. და ნუ რითიც დავიტანჯე ხალხო და აუცილებლად მინდა რომ თირკმელზე გადავიღო, იმიტომ რომ არ ვიცი რატომ უნდა მქონდეს ასეთი გახშირებული შარდვა, ვერ გავიგე და თირკმელები უნდა გადავიმოწმო და ასევე შარის ანალიზიც უნდა ავიღო. მონურალის პაკეტი გადავიხადე 14 ლარი და 5 თეთრი, არის ერთჯერადი. იხსნება თბილ წყალში, უნდა მიიღო საღამოს 1 ჭიქა. ერთ წამიდედიკო თუ შეიძლება, რა გინდა სიყვარულო მითხარი? ეს მინდა. ეს რა არის დედა? ეს მისირა. 2 წუთით კარგი? აი ესეთია, რომელიც არის ძალიან კარგიო და ეს უნდა მივიღო 1 ცალი და ვნახოთ როგორ ვიქნები. თუმცა, ეგრევე იმაშვებაო, ცისტიტის პრობლემას ეგრევე აგვარებსო და რაღაცა სამკურნალო მინდოდა და ღირდა 45 თუ 50 ლარამდე თუ რაღაც და მეთქი ხოწებთ ეგ მეცდები დავაკვირდე რა სიზავს. თუმცა აუცილებლად უნდა გადავიმოწმო, მაგრამ ახლა მაგისთვის არ მცალია სამწუხაროდ. თუმცა მანამდეც დამეწყო ეს პრობლემა და აქამდე სად ვიყავი? ნუ კაი, მარიკով საუბრობ, ნახე. დედა საუბრობს. 2 წუთი მაცადე და დაგითმობ ამ ადგილს, კარგი? ასევე ვიყიდე აი ეს, რომელიც მეც მიყვარს და ჩემს მეუღლეს ჩემზე მეტად. და ახალ წელს ვიყიდე, ცოტა მივირთვით, მე არ ვიცი, სადღაც მქონდა შედებული, ხო ძალიან ბევრი რამე გქონდა, რა ვიცი, ხა როგორც ყველას ხა ზოგს ხილი, ზოგს და სადღაც ამ არეულობაში შეფურთული მქონდა სადღაც მოკლედ. და რო გამოვიდე, გადასაყრელი იყო. 3 ლარი. ასევე ვიყიდე მინდვრის ლობიო, რომელშიც გადავიხადე აი ამ იმაში რა ქვია, რაოდენობაში 5 ლარი და როგორც ხედავთ, არ არის რა თქმა უნდა ბევრი, 8 და რაღაც ღირდა კილო. ნუ მწვანილები, ნახეთ, ეს სეტივით არის რა, ეს მწვანილი, ხახვის, აფილო ბულგარული მოკლედ ამეებში, იქ ლობიოში, იქ 1 ცალი, 2 ცალი, ესეთ გადაშლილი კარალიო კი ვიყიდე, ჩემი უღლეს უყვარს, არ ვიცი შეჭავს თუ არა, ვიცი რომ უყვარს და ხშირად მიირთმევ და დღეს რამდენად იქნება ხასიათზე, ვერ გეტყვით რომ მიირთვას და თუ არ იქნება გადასაგდები გახდება, იმიტომ რომ ეს გადამწიფებულები როა, ხო იცით, ესეთია. 2 ცალი მისთვის ვიყიდე, მე არ მივირთმევ ეგეთ გადაფურჩქნოს, ჩემი შვილი მით უმეტეს არ ვიცი მიყიდე. ამაში აქ გახლავთ კიდევ პომიდურის მჟავე, რომელიც შევიძინე და პომიდურის მჟავეზე ვარ როგორ გითხრათ, შემჯდარს რო ეძახიან, აი ასე ვარ შემჯდარი, ეს რო არ მაქვს, ასე მგონია რომ ახსასრული მომიახლოვდა.
ამ ყველაფერში მოკლედ გადავიხადე სადღაც 23 ლარი, ისა ბოდიში 21 ლარი. ასევე საქონლის ხორცი, რომელშიც გადავიხადეთ 11 ლარი თუ რაღაც ეგრე დაახლოებით. ვხედავთ რაოდენობას. ხო, რო კითხო ეკონომიკა ყვავის, მაგრამ ფასებმა დაიწია და რატომღაც მე რატო ვერ ვხედავ დაწეულს ვერ გეტყვი და თქვენ და ნუ არ ვიცი. ფქვილი ვიყიდე წონის 4 ლარი ხინკლისათვის და ჟელე და საფიქროშოს ქაღალდინოს. ხო, დღევანდელი ბიუჯეტი საკმაოდ გაფრენილი იყო და თითქოს არაფერი მოიტანე, მაგრამ მოვიტანე საჭირო რაღაცეები, რაც არის მარიკოს ვიტამინები და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ღირებულებები, ნუ აი, ხო ხვდებით რა საქართველოს ფასებს, ისეთი ამბავია რა. სამწუხაროდ. ხო, დღევანდელი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მოხდა ჩვენს ოჯახში მოხდა ის, რომ მარიკომ გადაწყვიტა კარეს შეჭრა და ვიყავით სალონში. არის ულამაზესი, ძალიან მოუხდა. მოგებული გავხდი, მეც გავყოლოდი, იმიტომ რომ მამამისის ტექსტები რომ მოვისმინე სავარაუდოდ, ისე მოკლედ აპირებდა მარიკოსთვის მის შეჭრას, რომ ნანეტით მომიყვანდა ბავშვი და პირველი მევიდე კიკარებში, რომ მეთქი მეც მოვდივარ. თმა დღეს მეც უნდა შემეჭრა, მაგრამ განწყობა არ მქონდათ მის შეჭრის სახეზე სავარაუდოდ მემჩნევა რაღაცა შეშუპებული ვარ თუ დასიებული თუ გასუქებული ყველაფერი ერთად ვარ და არ მქონდა არანაირი ხალისი ეხათ მის შესაჭერად მჯდარიყავი შეიძლება გავგიჟებულიყავი. მოდი ვნახოთ მარიკოს კარე და ასევე მარიკოს გახრეტილი ხო ქონდა ყური და დღეს ოქროს საყურები გვინდოდა რომ გაიკეთებინა ხო და ამიტომაც ესე გადაწყდა რომ მივიყვანეთ სალონში და იქ მოხსნეს და იქ გაუკეთეს ნუ იტირა ეტკინა ძალიან და იდეაში ეგრე მეც გავუკეთებდი თუ ასე უნდა ენერგიულა ბავშვს მაგრამ ასე გადავწყვიტეთ და არა უშავს აბა შეხედე დედიკო როგორ მოგწონთ ჩემი გოგოს ვარცხნილობა ვაიმე ძალიან სუდად ვარ მიყვარხარდე და ნუ აი არანაირი ის რომ ვერ ჩერდებოდა ან ჩვეულებრივი ზრდასრული ადამიანია მარიამი. ოღონდ მარიამი ახლა კი არ გახდა ასეთი. მარიამი სულ ასეთი იყო, რომ რაღაცა გარკვეულ სივრცეებში, სადაც შეიძლება გვეფიქრა, რომ არ იტიროს თუ რა, ანუ არანაირად და ეს ძალიან მამშვიდებს ხოლმე მისი რაღაცნაირი სიმშვიდე და თავდაჯერებულობა, რომ თუნდაც დღეს იმდენად კარგად გრძნობდა სალონში თავს და იმდენად უნდოდათ მის შეჭრა, არანაირი აღელვება, არანაირი ვაიმე ვერ ვჩერდები და ცქმუტვა თუ ესა თუ ეს არაფერი საერთოდ და ხო, აი დაახლოებით ამ სტილში მინდა მეც მის შეჭრა, მაგრამ თქვენ ხო იცით, ჩემი და ჩოლკების ურთიერთობა შეიძლება გავაფრინო, აი ხო წინ რაღაცა მედებოდეს, მაგრამ თან მინდა და თან ძალიან მეზარება, ბატონო. იცი რა, აქ თვალზე რაღაცები წერტილები რო გამინდა, მე რო წამოვედი აღარ წერტილები არ იყო, იყო დედიკო ბეწვით მას რო გაჭირდა და გაგისუფთავეს. და იქაც ძალიან მოეწონათ მარიამი სალონში, იმიტომ რომ ძალიან გრძელი თმით მივიყვანი, აი ძალიან გრძელით და ვაიმე ჩემი გოგო, ჩემი თმები. ხო და მამამისი ძალაობდა რომ კიდე დაუმოკლოთ და მე გადავირიელა მის სალონში რომ არა, იმიტომ რომ ცეკვის დროს და იმის დროს ვეღარ შეეკრებაო, ვერანაირად თუ იმ გოგო თვალს ვეღარ შეუკრავთო, ძალიან დაუმოკლდებაო და მე ისტერიკა დამემართა რომ თმა უნდა არა, მეთქი უნდა შეიკრას ცეკვის დროს და რაღაცების დროს, ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ ამ სიგრძეზე დაგვეტოვებინა. ხო, საყვარელო, მოგწონს? ძალიან. ბედნიერი ხარ? კი. კმაყოფილი ხარ? კი. მაშინ მეც ბედნიერი ვარ. ასე რომ? დაგმაყოფილი ხარ. როგორ? დაგმაყოფილი ხარ. როგორი დედი? დაგმაყოფილი ხარ. კმაყოფილი ვარდე. ვაიმე. ვაიმე. ვაიმე, ჩემი დიდი გოგო ხარდე. ძალიან მიხარია რომ გაგიხარდατε. ხო, მარიამის თმის მოწესრიგებაში გადავიხადეთ 20 ლარი, მოწესრიგება რა შეჭრაში 20 ლარი და სხვა სალონში მოგვიწია საყურეზე შესვლა და იქ გაკეთება, იმიტომ რომ იქ სამის მერე მოვაო ის გოგონა ვინც მაიმე მიშველეთ.
გაუხვდა მარიკოს. ხო და სხვაგან შევედით და იმ ქალბატონმა ვაიმე არაო მაგაზე რა ფული გამოგვართოთ უბრალოდ საყურე გაუკეთეო და ჩემო ქონა რა თქმა უნდა მაინც დაუტოვა იმიტომ რომ ადამიანი შეწუხდა ადამიანმა დრო დააკარგა 10 წუთი იყო თუ 5 წუთი და შენ ანუ მადლობა და გამოვედი რა თქმა უნდა არ არის მიზანშეწონილი ჩემთვის ხო და არც ჩემი მეუღლისთვის ამიტომ დაუტოვეთ და ჩემი მეუღლე მწვენი მიირთვით ხო რა თქმა უნდა ხა იმდენი რაც საყურის გახვეტაღეს იმდენი არ გამოგვართმევდა რა თქმა უნდა მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა ადამიანის მომსახურება ყველასი უნდა იყოს ფასეული და ღირებული არ აქვს მნიშვნელობა 5 წუთს დახარჯავს 10 წუთს დახარჯავს იმის არ იყოს შენი საყურის ჩუქებაო გიჭისო და განა რა უნდა მაგოს და რა უნდა და შრომა უნდა მეგობრებო რა უნდა და მასალებს ყიდვა უნდა რა უნდა და ძალიან ბევრი თვალების დაღლა უნდა ხელების ტკივილი უნდა და კიდევ ბევრი რა უნდა და სულ ვიძახი რომ ერთმანეთის შრომა დავაფასოთ მეგობრებო თორე მე როცა ჩავთვლი საჭირო და ვისაც ჩავთვლი რა თქმა უნდა იმ ადამიანს ვაჩუქებ კიდეც როცა იქნება რაღაც ამის მომენტი და ისეთი დღე როცა ჩავთვლი რომ მისთვის საჩუქარი უნდა იყოს მისართმევი ამიტომ ვიძახი რომ სხვისი შრომის დაუფასებლობა ყვავის თქო რა და ხო ასეც არის მაგრამ ნუ არა უშავს მე რა უნდა დავაფასოთ სხვისი შრომა საშინელ წყლის მოთხოვნილება მაქვს ალბათ იმიტომ რომ ჩემი ანალიზებიდან გამომდინარე აღარ ვიცავ ისე კვებას როგორც საჭიროა და გაძლიერებული მოთხოვნილება მაქვს წყლის და თქო და ვიცი რატომაც მაგრამ ალბათ ეს საკითხის დამილაგდება აღარ მინდა წინასწარ არაფერზე ლაპარაკი მოკლედ მაგრამ ეგრე არა წავიდი ხა სარეცხე შევყარო იმიტომ რომ ძალიან კარგი მზეა და იდეალური ამინდი სარეცხესთვის და იდეალური ამინდი იმისათვის რომ დავჭდე და საყურები გავაკეთო მე ხავდა გაჩვენოთ ნიმუშები აი ვერ მოვისვენებ რო არ გაჩვენოთ გარე კარკასები გავაკეთე ახლა შიდა სამუშაოები უნდა წავიდეს დაწებებები და მილიონი ახლა იწყება ყველაზე რთული ეტაპი და არა ის რაც ახლა უნდა გაჩვენოთ ჩამოხტი სიყვარული ახლა მიცად დამელოდით უნდა გაჩვენოთ საოცარი ფერები როგორც გითხარით ჯერ გარეთ მხარია გაკეთებული თუ შიდა თუ რავი რომელი მხარი არის ახლა ეს გაიგე ეს გახლავთ საყურის პირველი მოდელი რომელიც მინდა გაჩვენოთ გადავწყვიტე რომ ყოფილიყო ყვითელი და აუ ეს პორტრეტის რეჟიმი რომ აქვს ხო რაღაცნაირად აჩვენებს ვფიქრობ რომ არის ულამაზესი აი ძალიან ლამაზი იმიტომ რომ ყვითელია და ბუთხბიალა და ძალიან შემაწუხებელი ყვითელი არ არის ოღონდ მეორე მოდელი გახლავთ აი ეს როგორც მითხრეს ჭაობის ფერია და არის ძალიან საყვარელი ახლა ამას უნდა დაწებება მერე გარე დამუშავება მერე ნუ მოკლედ ეს მთელი ამბებია თუმცა ეს რაც თავში მომივიდა აზრად იდეები ესენი გავაკეთე დაახლოებით 3 დღის მანძილზე რო ვიცვლიდი იმ მომენტებში მეთქი მოდი გავაკეთო შემდეგი მოდელი გახლავთ აი ეს მე დევნებით აი ამ კვირის ახალ მოდელებზე ერთი წუთი დავაჩვენო ვერ დე და არ ვიცი თქვენას ფიქრობთ მე ძალიან მომწონს არა დედა მე არ მეგონა რომ აინტახა შენ ვიცი რომ ხარ მარიამი და ძალიან გიხდება ეგ ვარცხნილობა და მესამე მოდელი გახლავთ ასეთი მოდელი ძალიან ბევრი გავყიდე და ეს მოდელი იგივეა ოღონდ არის უფრო პატარა ვერსია ამისი არ მაქვს დამუშავებული როგორც ხედავთ ჩანს ეს მოსაჭრელი ადგილები ამისი ჯერ არ დამიმუშავებია დღეს უნდა დავამუშაო და ცოტა ხანში დედიკო და მერე უნდა ჩავაბარო მის პატრონს და გავუგზავნო ან შევხვდე მოკეთ ამაზე ეს მერე გასაკეთებელი ამბავია და უნდა მოვაგვარო. შემდეგი გახლავთ ერთი წამი. შემდეგი, რაც ასევე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი მომიწევს მსგავსი მოდელის დამზადება არის, აი ეს სილამაზე და ვფიქრობ, რომ სხვადასხვა ფერებში დავამზადებ აუცილებლად აი ამას, რომელიც არ არის ძალიან დიდი, არც ძალიან პაწაწუნას ყურისთვის. დაახლოებით რა არის ეს პორტრეტის რეჟიმი ნერვებს
არა და მიყვარს მე პორტრეტით გადაღება, მაგრამ მოიცათ ახლა უკვე დაინახავთ. ხო, აი დაახლოებით ასე. ესეთ სიგრძეზე იქნება. და ნახეთ როგორი საყვარელია. ხო, შემდეგი ეს მოდელია მოკლედ. კიდე მაქვს ორი მოდელი, ამაზე სულ გარე-გარეები მაგას ეკეთებელი გოგოებო, რასაც ძალიან ბევრი დრო და შრომა უნდა სხვათა შორის, ვიდრე ამების აწყობას რეალურად. თუმცა ყველა მოდელი რომ ამ ეტაპამდე მისულიყო რაღაცა დაშალა აწყობაში მიდის დრო და ჩემთვის ერთ-ერთი ახალი მოდელი, რომელიც ვფიქრობ ძალიან ლამაზია და ძალიან დახვეწილია, გახლავთ აი ეს მოდელი. ესეც გაჩვენოთ. აი ეს მოდელი გახლავთ, რომელზეც გუშინ საკმაოდ ბევრი ვიმუშავე, რომ საბოლოო სახე მიმეღო ის, რასაც ახლა თქვენ ხედავთ, ვიღაცამ შეიძლება იბიქოს, რომ რა უნდა დააწყე თუ რაღაც, მაგრამ ამასაც მოფიქრება უნდა როგორ გააკეთო და რანაირად. შესაბამისად, ყველა მოდელზე გიწევს ადამიანს ფიქრი. ახალი ამბავი კი არ არის, ბუნებრივი ამბავი. ვფიქრობ ახლა რა მოდელსაც გაჩვენებთ ასევე, აი ამას ძალიან ბევრს დავამზადებ ზაფხულისთვის, სულ სხვადასხვა ფერებში და განსაკუთრებით ამ ფერებში, რომელიც არის ულამაზესი და ჩემთვისაც დავიმზადებ აუცილებლად, იმიტომ რომ როგორ შეიძლება ეს მოდელი არ მქონდეს, მე ეს მოდელი არ მქონდეს, გამორიცხული, ამიტომ პირველი იქნება ჩემთვისაც დამზადებული აუცილებლად, ახლა არა, რა თქმა უნდა, ახლა ამის ის არ არის, მაგრამ აუცილებლად ამ მოდელს ჩემთვისაც დავიმზადებ და მგონია, რომ სხვადასხვა ფერებშიც იქნება ულამაზესი, თუმცა როგორც გითხარით, აი თავში რაც არის ყუნწში, აი თითი სადაც მიდევს, ამას ვერ ვშოულობ, აღარ არის და მარტის ბოლოს ჩამოვიტანთო და იმედი მაქვს, რომ ჩამოიტანენ, იმიტომ რომ თითქოს არის ჩვეულებრივი რაღაცა როგორც თეთრია ისეთი, თუმცა აი აქ როგორც ელავს და ბზინავს, ამადაგვარია აი აქ. შესაბამისად, ნამდვილად არ არის ერთი და იგივე. ჩემს ნუნებს ყურადღება არ მიაქციოთ, სუწებოთი მაქვს მიმწვარ-მომწვარი. ხო და აი ამ მოდელზე რას ფიქრობთ, იმიტომ რომ ძალიან მომწონს ეს მოდელი. ძალიან და ზაფხულს რო დააკვდება, ასევე რესტორანს რო დააკვდება, ზუსტად ეგეც საყვარია. სულ ეს არის ჩემი მოდელები, რაც ამ ორ დღეში უნდა ავაწყო, ასე ვთქვათ, ავაწყო, ანუ უკანა მხარეები გავუკეთო და ამის სილამაზე ასე არ გამოჩნდა, სხვათა შორის ამის სიბრდღუიალე და სილამაზე, მაგრამ არა უშავს. ხო, მოკლედ ამინდები გამოდის და უფრო სიფერადოებისკენ წავალთ აუცილებლად. ხო და მიხარია, რომ ჩემი ბიზნესი ნაბიჯ მიიწევს წინ.